ცეცხლი ოლიგარქიას თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ეს იყო ის ფრაზები, რომელსაც სინდისის პატიმრები ცოტა ხნის წინ სკანდირებდნენ მეტროს ვაგონებში, რომელიც ახმეტელის მეტროდან დაიწყეს და სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს ეს აქცია პერფორმანსი სინდისის პატიმრების მშობლებმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სადაც სტუდენტებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და ასევე სულ ცოტა ხნის წინ ისინი გაემართნენ ტრადიციულად საკანონმდებლო ორგანოსკენ, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბებიან და აპროტესტებენ, მოითხოვენ მათი შვილების გათავისუფლებას. აქცია პერფორმანსი, რომელიც როგორც გითხარით, ახმეტელის ტერიტორიიდან დაიწყო და ეს არის ის გაზეთი, რომელსაც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მშობლები ურიგებდნენ დღეს მოქალაქეებს. ეს არის თავისუფლების ხმა ციხიდან გაზეთი, სადაც თავმოყრილია პატიმრების წერილები და როგორც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მშობლები ამბობენ, მათ სურდათ, რომ მოქალაქეებისთვის პირადად მიეწვიათ საკუთარი შვილების ხმა და როგორც ისინი ამბობენ, მათი შვილები არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეები და ამიტომ მათ ამ პერფორმანსით, ამ საქციელით კიდევ ერთხელ სურთ, რომ საზოგადოებას სიმართლე მიაწოდონ, საზოგადოებას სიმართლე უთხრან და ასევე მოითხოვონ კიდევ ერთხელ საკუთარი შვილების გათავისუფლება. ჩვენ პროტესტი გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელსაც არ აინტერესებს ჩვენი შვილების ბედი, ამიტომ ამით გამოვხატავთ პროტესტი და ეს იქნება მუდმივი ოჯახის წევრებისგან რა. სიმართლე გვინდა რომ გაიგონ. იმიტომ რომ ბევრს შეიძლება ეჭვიებარება. ამიტომ როცა უშუალოდ შეხება ექნება ჩვენთან, პატიმრის, სინდისის პატიმრის ოჯახის წევრებთან, უფრო თანადგომაც მეტი იქნება და თვითონაც გაახელენ თვალს. ეს კეთდება დედის გულიდან ამოსული დავალებით. დედას, რომელსაც შვილი 6 თვე არ მინახია, მაგი რისთვის უნდა გავჩერდეს სახში, რა უნდა გავაკეთო? ამაზე უკეთესი თუ ჩემი შვილის წერილს წაიკითხავს ადამიანი და თუ გაეცნობა, უფრო მადლობელი დავრჩები ამით. სანამ ბოლო დაკნინებამდე მივაქვს, იქნებ გავიღვიძოთ სულ, იქნებ დავიდე ჩვენ თავამდე ის, რომ საჭიროა ჩვენ სამშობლოს ყურადღება რო ჭირდება, გვერდში დგომა რო ჭირდება, ჩვენ პოლიტპატიმრებს განთავისუფლება რო ჭირდება და რო წავიდეთ ნათელი მომავლის. გვინდა სიმართლე გაიგოს მოქალაქეებმა. ეს იყო სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების და მშობლების მთავარი სათქმელი, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ დღეს ეს მსვლელობა მეტროში გაემართათ და პირადად დაერიგებიათ სინდისის პატიმრების წერილები მოქალაქეებისთვის და როგორც მშობლები ამბობენ, მსგავს პერფორმანსებს ისინი გააგრძელებენ და საზოგადოებას ეტყვიან სიმართლეს და მოითხოვენ კიდევ ერთხელ საკუთარი შვილების გათავისუფლებას.